დილამშვიდობისა, მოგესალმებით, ზურა გამარჯობა. დილამშვიდობისა, გამარჯობა. სამებაღეო საქმეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამბავია თესვა. ყველა თესავს დღეს, ბევრი თესავს, მაგრამ ცოტა ვიცი მე ჩვენი კოლეგა, ჩვენს შორის, ვისაც სცენარე მიყავს თესლიდან თესლამდე. ეს რას ნიშნავს? თვითონ აიღო თესლი, თვითონ გააშრო, თვითონ დათესა, თვითონ გააღივა, თვითონ ამოიყვანა, თვითონ დააპიკირა, დაჯგუთა, შემდეგ გადარგა, მორწყა, სარი მისცა, ჭიგო გაუკეთა, ახვია, ფურჩნა, ასხურა, თოხნა, მოსავალი მიიღო, საუკეთესო ნაყოფები ამოარჩია, მერე იმ ნაყოფებისგან თესლი აიღო და ისევ დათესა. ეს არის სრული ციკლი. სავეგეტაციო პერიოდი. ეს არის სრული ციკლი. ამას მაგალითად ხარისგულა პამიდორი ასწრებს გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ნოემბრამდე. ზოგიერთ მცენარეს ამ სავეგეტაციო პერიოდისთვის სჭირდება 50 წელი ან მეტი. სჭირდება, ესე იგი, გაძლება, ფიზიკური გაძლება ცოდნასთან ერთად. ცოდნასთან ერთად. ძალიან სათესად ვიყენებთ მიწის და ქვიშის ნაზავს, ან უბრალოდ შეზავებულ მიწას, ნაკლებად ნოყიერს, იმიტომ რომ მცენარეს გაღივებისთვის და ჩითილის ამოსასვლელად არ სჭირდება ნოყიერება. და ამიტომ ასე თხლად გაცრილ გაუცრელ მიწას, აი ასე უბრალოდ ნახევრად უხეშ, მაგრამ სასიამოვნო მიწას ჩვენ ვიყენებთ საამისოდ ქოთნის ძირებს. ეს თურქეთიდან ჩამოვიტანე ბევრი წლის წინ, 4 კუთხედი ქოთნები არსებობდა მაშინ, მოდაში იყო გახსოვს, ყველაფერში ვიყენებდით 4 კუთხედ ქოთნებს და იმ ქოთნების ძირები იყო ეს თეფშები. და მე ჩავავლე ამ ამბავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სათბურში აი როცა ვალაგებთ სტელაჟებზე ადვილად ეწყობა გვერდი გვერდს და არ იკარგება ადგილი, რგვალი რომ დაალაგო, ბევრი ადგილი დარჩება აუთვისებელი. ასეთ თასებს გაუკეთეთ ჩვეულებრივი ხვრელები 1-10 ცხელი ლურსმანით უკეთეთ. ცხელი ლურსმანით, კი ბატონო, აი ასე. აი. მარტივად თუ გახედავთ ჩუქზე ჩანს 1 2 3 4 შუაში 5. და ასე მომზადებულ ყუთებში ვთესავთ. ქოთანს ამ ჭურჭელს ვავსებ ჩვეულებრივი უხეში სათესი მიწით. ასე უბრალოდ შევავსებ. სანამ ამას ვავსებ, ზურამ გითხრას რა შარიშურობს იქა? ეს არის ის თესლების მარაგი, რომელსაც ჩვენ მთელი წლის მანძილზე ამ ფორმებში ვაგროვებთ ხოლმე და თქვენამდე მოდის უკვე ასეთი გამზადებული პაკეტებით. ის რომ თქვენამდე მოვიდეს თესლის სწორად, რომელსაც ექნება დათესვის შემდგომ აღმოცენების უნარი, უნდა ავიღოთ სწორ დროს, უნდა შევინახოთ მშრალ და გრილ ადგილას და ეს უკვე დასათესად მომზადებულ ესე იგი რაოდენობას ვინახავთ ქაღალდის პატარა ტომრებში, პატარა კონვერტებში. ესეთი პატარა კონვერტი თან სუნთქავს და თან цота ნესტისგანაც არის დაცული. და ემალის ქვაბებში ვინახავთ ამ პარკებში. ქვაბებში და ბნელ ადგილას. რომ თაგვებმა არ შეგვიჭამონ, იმიტომ რომ თაგვი ძალიან მტრობს ამ თესლებს. ბევრი ესიამოვნება ზამთარში გამშრალი და შენახული თესლი და თუ კი სადმეა თაგვი და ბახში სულ არის თაგვი, ძალიან ემტერება. თუ გრილ ადგილას არ იქნა დადებული და ტემპერატურა არ იქნა დაცული, მაშინ თესლს არ ექნება გაღივების და აღმოცენების უნარი. ამიტომ ამას რომ ვამბობთ, რომ უნდა იყოს გრილ ადგილას, სიბნელეში, ქაღალდის პარკში, ეს უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეთოდებია, ნაცადი მეთოდებია, ზოგი სიმწრისგან ნასწავლი და ზოგი გადმოცემით და ამიტომ იმ მეთოდებს გიზიარებთ, რაც ვიცით. იარაღი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს, იყენებენ მშენებლები, კედლების გასალესავად. ჩვენ უთოს ვეძახით, რა თქმა უნდა, უთო არ ქვია. აი ნახეთ, ახლა ამ უთოთი მე მიწა გავასწორე კარგად. თან დავტკეპნე გაუცრელი მიწა, რომელიც ჩავყარე ყუთში, კარგად გავასწორე. ამ გასწორებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თესვის დროს და რატო? თესლი რომ მოვაბნიე და დავთესე, ჩაღრმავებული ადგილი თუ დარჩა მორწყვის დროს, იმ ჩაღრმავებულში ჩადგება წყალი. წყალი სადაც ჩადგა, იქ ჩალპება ფესვის ყელის სიდამპლე პირველი მტერია ჩითილის. რა თქმა უნდა, ამის დროს, დათესვის დროს, ამ გასწორებულ მიწაზე, კარგად გასწორებულ მიწაზე, ცოტას მოვაყრი საცერით, აი, თხელ მიწას. ნახეთ, აი ასე. ეხლა ეს ჩემი ყუთი მზადაა დასათესად, ეხლა მოვრწყავ. მომეცი ზურა სარწყავი. სარწყავზეც უთხრათ ზურა, რომ წვრილი ჭავლი აქვს ამას, იმისთვის რომ გაცრილი და ასეთი ნაზად ფქვილივით მობნეული ნიადაგი არ ამოთხაროს და წვრილი ჭავლი აქვს და გრძელი ნისკარტი, რომ ეს კარგად წამოვიდეს. ნახე, როგორ წყავს წვიმასავითაა.
იცი, სანამ მოვრწყავთ, მინდა ერთი პატარა და მთავარი ამბავი გაუზიარო ჩვენს მაყურებელს. არ არსებობს ესე იგი თესლის პარკი, რომელზეც არ გვიწერია სცენარის სახელი, საიდან გვაქვს აღებული და რომელი წლისაა. შეიძლება აღების დროს ეს არც ისე მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ და გვეგონოს რომ ეს დაგვამახსოვრდება, მაგრამ ასე ნიშანდობლივად მარკირებული თუ არ იქნა და ეს ჩვენი მოგონილი არ არის, აუცილებლად აგვერევა ჩვენ უკვე იმდენი თესლი გვაქვს, რომ მარკირებას აქვს და მნიშვნელობა. ჩვენი მთავარი სიმდიდრე თესლია. თესლი თუ არ გაქვს, მე ვაღებ ვერაფერს ვერ იზავ. ამიტომ ჩვენ შემოდგომაზე აგვისტოდან მოყოლებული, გაფაციცებული, გამალებული, არ ვზოგავთ არც რესურსს, არც ფინანსებს, არც საშუალებას, რომ თესლი კარგად შევინახოთ. თესლი თუ არ გაქვს მომარაგებული, როგორც ჩემბებია იყო და იქნები ახლა პირდაღებული. ერთი მარტივი გაუზიაროთ მოყვარულებს, როდის უნდა აიღონ თესლი? მაშინ, როდესაც უკვე ყვავილი დამწიფდება და ყვავილი გაყავისბრდება. ესე იგი, თესლი უკვე დამწიფებულია. ჩვენ ახლა ვერ ჩამოვთვლით, როდის რომელი მწიფდება, კი მთელი წლის მანძილზე შევეცდებით გაგიზიაროთ, მაგრამ ყვავილი, რომელიც გაყავისბრდება და მომწიფდება, მისგან თესლის აღება დიდი ალბათობით შესაძლებელია. მამაჩემ ქათმები ჩამომიყვანა გურიიდან და საქათმეს ჭედავს ისმის ჩაქუჩის ხმა და მიხარია ხმებით გრძნობ სადრა საქმე კეთდება აქედან ხო არ ჩანს პოლიეთილენის პარკში როცა დათრთვილულია არ ჩანს გარეთ არაფერი მაგრამ ხმებით ვინ რა სამუშაოს ასრულებს ყველაფერი მესმის და მიხარია ხოლმე პახარის გულა პამიდორს თესავ ეხლა პამიდორის თესლს ვიღებთ აგვისტოს თვეში საუკეთესო ნაყოფებისგან თუ ნაყოფმა ჩემს ხელში არ გაიარა ისე თესლს არ ავიღებ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დარწმუნებული უნდა ვიყო რომ კარგია თუ არ არის კარგი ისე თესლს არ ავიღებ უნდა იყოს მწიფე უნდა იყოს საღი უნდა იყოს დიდი ზომის ამას ქვია შერჩევითი სელექცია ბოტანიკაში წლების მანძილზე რომ საუკეთესო ნაყოფს არჩევ და იქიდან იღებ თესლს შესაბამისად ეს ჯიში ინარჩუნებს ნიშანთვისებებს და უკეთესი ხდება პამიდორის თესლს შევეცდები რომ თხლად ძალიან თანაბრად ეს ამას ხელის გამოჩვევა ჭირდება თანაბრად რომ დავთესო ყუთში იგივე რასაც ახლა მე ვაკეთებ თქვენ შეგიძლია გააკეთოთ ოთახის პირობებში ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ გააკეთოთ სანაყინე კონტეინერები რომ არის იმასაც ვინახავთ სხვათა შორის ზოგიერთ ამ კონტეინერს გამჭვირვალე თავი აქვს და პირდაპირ ეხურება გამჭვირვალე თავი. ამიტომ იმ შუშის დაფარებას ახლა რასაც აქ გამოვიყენებთ, შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ სახში სამოყვარულოთ. კი, ეგ დავჭერი უკვე. მოვაცალე მაგას. კიდევ ერთი მეთოდი ჩითილების გამოყვანისა სანამ თესავთ გაუზიაროთ, აი კიტრის ჩითილს როგორ ვაკეთებთ ჩვენ. პირდაპირ პატარა ჭიქებში შეიძლება ამისი გაკეთება. არის კიდევ კასეტებს რომ ვეძახით მებაღეები, ეს ჭიქები კვერცხის ჩასალაგებელი ესე იგი ჭრაჭუნა ქაღალდებს რა ხქვია არ ვიცი იმას რომ გავს კასეტებში იმაშიც შეიძლება ჩათესვა და ასეთ პატარა ჭიქებში შეიძლება ჩათესვა ჩავყრით ჩვეულებრივ გაცრილ ნიადაგს პატარა ჯოხით გავუკეთებთ ნახრეთს არც ისე ღრმად ძალიან დაბალზე ალბათ 1 სანტიმეტრზე ჩავაგდებთ კიტრის თესლს და თითით მსუბუქად დავაწვევთ. მე ხა კარგად მოვაბნიე, მე მგონი რომ საკმარისია. ესეც ჩემი დათესილია და ნახეთ რა კარგად არის უკვე გადასარგავად მომზადებულია. ასე უნდა ამოვიდეს ახლა ეს და ორ კვირაში უნდა იყოს ჭიქაში გადასარგავად გამზადებული. რაც შემეძლო მეტი არ შემიძლია თანაბრად მოვაბნიე თესლი. რა თქმა უნდა გაუკეთებთ ეტიკეტს რომ ეს ხარისგულა პამიდორია და არა სხვა რომელიმე ჯიში. რა თქმა უნდა ყოველთვის მარჯვენა კუთხეში უკეთებთ. აი ასე კარგად ჩავწევთ. და რა სიმაღლის ეს სამებაღეო გლეხური მეთოდია ეს დაწერილი არსად არა რა სისქის თესლსაც თესავთ იმ სისქის მიწა უნდა დაეყაროს თავს ზემოდა უფრო მსხვილი თესლების შემთხვევაში უფრო მსხვილი სიმაღლის მიწა უფრო წვრილი თესლების შემთხვევაში კიდე უფრო თხლად რომ კარგად და თანაბრად დაიფაროს აი საცერზე ხელის ბრახუნით და არტყმით ეხლა ამას კარგად დავფარავ და მინდა ძალიან რომ ეს იქნებ ახლოდან ვაჩვენოთ ეს ძალიან მადლიანი საქმეა. აი მეტი რომ არ შეიძლება, ამაზე უფრო მადლიანი საქმე არ არსებობს. და გაცრილი ნიადაგი რატომ უნდა ეგეც ვუთხრათ სურა. უფრო ადვილად ამოდის გაღივებული თესლიდან ლებანი რომ ამოდის, აი თავს რომ ამოყოფს ხოლმე. ის ხო ძალიან ნორჩია და ფაქიზი, აი ჭყინტია. ამოჭრას უნდა გაცრილ ნიადაგს ადვილად ამოჭრის, მსუბუქია მისთვის და ადვილად ამოსაჭრელია. კბილები რო აქვს ბავშვებს, ისე სუსტები, ისეთები არიან ესეც თავიდან ადვილად ამოდის. ამ თხელ მიწაში ადვილად ამოვა. ესე იგი ჯერ მოვწყით, მერე თხლად ისევ მოვაყარეთ მიწა
მერე კარგად დავფარეთ. ისე უთოს გამოვიყენებ და ერთს კიდევ კარგად გავასწორებ და რატომ გავასწორებთ ეს უკვე ვთქვით რომ წყალი არ დაგუბდეს და არ გამოშრეს. აი ნახეთ ასე გაუთოვებულს, კარგად დამაგრებულს. ქვევიდან ხო სველი იყო მიწა, ეხა კარგად დამაგრ და კიდევ ერთხელ მოვწყო. აი ასე. კარგად დავაჟიებთ. ამას ეხა მომდევნო ერთი კვირა აღარ დასჭირდება მორწყვა. აი ასე. კარგად მივცემთ წყალს და მომეციზურა შუშა. ეტიკეტი უკვე აქვს და ასეთ დათესილ ყუთს დავაფარებთ თავზე შუშას. აი ასე. იმისთვის რომ სითბო შეინარჩუნოს. სითბო და მიკროკლიმატი. ის მიწა თუ არ გაშრება, რა ჭირდება თესლს ამოსასვლელად? სინესტე, სითბო, ზე, შუქი, სამი რამე. მეტი სამივე აქვს ახლა აქა. და კიდევ უფრო გაათმაგებულად აქვს, იმიტომ რომ სათბურში ისედაც დაცულია მიკროკლიმატი, აქ კიდევ უფრო მიკროკლიმატი შევუქმნით ამ თლად დავათფუნეთ და 2 3 მეოთხე დათფუნება და მეტი რაღა უნდა იყოს. 2-3 დღეში დაიწყებს თესლი გაღივებას, აი ასე კანტიკუნტად დაიწყებს ამოსვლას, მიწას ამოჭრის. აი აქ კარგად ჩანს და 2 კვირაში უკვე იქნება გამზადებული გადასარგავად. ეხლა ბარემ უცებ რომ ამაზე ცალკე გადაცემა არ გავაკეთოთ და არ მოგაცდინოთ, ზურა ეხლა მომაწოდებს პატარა ჭიქებს და რატომ პატარა ჭიქებს? მარტივი მიზეზის გამო, ბევრი ეტევა სათბურში. სათბურში ადგილი ძალიან ჭირს. გამთბარი სათბური დიდი ფუფუნებაა, დიდ ძალი გადასახადები მოგდის და ეს ძალიან ძნელია ფინანსურად. შესაბამისად, სათბურში რაც უფრო ადგილი დავზოგავთ ადგილს, უფრო მოგებული დავრჩებით. ამიტომ ამ პატარა ჭიქებს საარყე ჭიქებია ძალიან იაფი ღირს და ბევრი ეტევა 1 კვადრატულ მეტრზე ეტევა 2-ჯერ მეტი ვიდრე უფრო მოზრდილი ჭიქა. თქვენ თუ კი ადგილის პრობლემა არ გაქვთ, შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე უფრო მოზრდილ ჭიქებში დარგათ. ამისთვის სათესად ვიყენებთ ამ პატარა ჭიქებს, რომელსაც ძირის საგანგებოდ მოჭრილი აქვს, ორივე მხარეს გახრეტილია. წყალი რომ კარგად გამოვიდეს. ჩხირით უკეთებთ ორმოს და პამიდორის ჩითილი გადაგვაქვს ჩხირით ორმოში. ზურა, ისიც უთხრათ რომ აგროტექნიკური თვალსაზრისით ასე გარდა იმისა რომ ადგილს ვზოგავთ, ასე უფრო სწორია. პატარა ქოთანში, ამ შემთხვევაში პატარა ჭიქაში, ფესვთა სისტემას ადვილად იხვევს და უკვე მიწის გუნდა შეკრულია და გადატანის დროს მიწის გუნდა რომ არ იშლება, გახარების მაჩვენებელი უფრო მაღალია. ამიტომ გარდა იმისა რომ ადგილს ვზოგავთ, ფესვთა სისტემა კარგად ეხვევა და უფრო სწრაფად ეხვევა. შედეგს უფრო ადვილად ვიღებთ. ეხლა ასეთი დარგული ჩითილი აყლარწულია, მზისკენაა გაქცეული, სუსტია. ეხლა როგორც კი მიეცემა შუქი და მზე და წყალი რა თქმა უნდა და ნოყიერი ნიადაგი ძირში, რა თქმა უნდა დამსხვილდება, გამაგრდება, გაყოჩაღდება და გადასარგავად მზად იქნება 2-3 კვირაში. კი. ეს იყო სულ რაც შემეძლო დღეს მეჩვენებინა და მომეყოლა თესლებზე. ეხლა პატარებთან წავალთ ზურა. იმედია რომ დამეხმარები და პატარები მოსული არიან ხმები, მათი ხმებიც გავიგე რომ შემოვიდნენ და პატარებს მივეშველოთ, ცოტა იმათაც წავამებაღებებინოთ. მე მგონი რომ მაღაზე მნიშვნელოვან საქმეს რომ ბავშვებს 1 საათით ამოაყოფინოთ თავი ტელეფონიდან და მებაღეობით, საქმით, ნამდვილი საქმით დამებანება ტირის ხელები მიწაში რო აქვს. ენის მოჩლექვის გარეშე როგორც დიდებს ისე ავუხსნათ. შევეცადოთ. დიდი მადლობა. დედის დღეა დღეს და კიდევ ერთხელ ყველას დედას, შენს დედას ულოცავ, შენს კარგ დედას ზურა. მადლობა უთხრა შენი გაჟდისთვის, შენმა დედამ კარგად გაგზარდა. მარტო დედამ არა, შენმა პაპამაც კარგად გაგზარდა, შენი პაპა იყოს ნათელში და მიულოცოთ შენს დედას და ყველა ჩვენი მაყურებლის დედას და ყველა დედა იყოს ბედნიერი თავისი შვილის კარგად ყოფნის. ნათელა დედაც კარგად იყოს, დღეს გური მომღერა, ისეთი სევდიანი რომ მე მგონი ჩამოვა დაბლა. ყველა დედას მადლობას გიხდით, ბედნიერად იყავით.